ეს არის ფაქტობრივად მორიგი რეპრესიული კანონი, რაც დაინიცირეს ქართული ეთნობის წარმომადგენლებმა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კანონი, რომელიც საერთოდ ინფორმაციის თავისუფლებას, გამოხატვის უფლებას, ხო, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იმიტომ რომ უბრალოდ შეზღუდვა ამ უფლების უკვე ძალიან მიჭირს ხოლმე ამაზე ლაპარაკი, ფაქტობრივად უგულებელყოფა ხდება საერთოდ ამ უფლებების. ხო, ძირითადად ცვლილებები ეხება ცილისწამების ნაწილს და ცილისწამების თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებო არის მაგალითად ის, რომ იცვლება მისი დეფინიცია, მაგალითად თუ ზიანის არსებობა იყო ერთ-ერთი განსაზღვრელი ამ ცნების განსაზღვრების დროს, ინიცირებული ვერსიით ეს ასე არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლა კანონმდებლობის დონეზე იქნება მას შემდეგ, რაც დაჩქარებული წესით მიიღებენ ამ ცვლილებას, იმიტომ რომ თუ კი აქამდე მაგალითად მოსარჩელე, რომელიც ფიქრობდა, რომ მას ცილი დასწამეს, ის იყო ვალდებული, რომ სასამართლოში ემტკიცებინა. ეს ამ შემთხვევაში პირიქით ხდება, ახლა უკვე მოპასუხი არის ვალდებული დაადასტუროს და დაამტკიცოს, რომ მას ცილი არ დაუწამებია არავისთვის. აი მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ხო, ეს წარმოვიდგინეთ, როდესაც კონკრეტული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში მედიამ მოამზადა გარკვეული სიუჟეტი პირობითად, სადაც სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე არის საუბარი. ეს ადამიანი თუ ჩათვლის, რომ მედიამ მას მაგალითად ხოცილი დასწამა, ამ შემთხვევაში არა თვითონ არის ვალდებული, რომ წარადგინოს სასამართლოში მტკიცებულებები. არამედ მედიას ეკისრება ეს კი ბატონო, იგივე ქონებრივი დეკლარაციები და ასე შემდეგ და თვითონ დაადასტუროს, რომ მას ნამდვილად განზრახ გაუვრცელეს ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ამ შემთხვევაში მედია იქნება ვალდებული, რომ მოიძიოს ეს ინფორმაცია, ამტკიცოს. ეს გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს არის წყაროს კონფიდენციალურობის საკითხი და რატომ დღეს მოქმედი რედაქციით მაგალითად პირი თუ წყაროს არ გაავრცელდა, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთადერთი გარემოება, რასაც სასამართლო დააყრდნობდა თავის გადაწყვეტილებას და ჩათვლიდა, რომ მან ნამდვილად ცილი დასწამა კონკრეტულ პიროვნებას. ხო, ამ შემთხვევაში ეს საერთოდ უგულებელყოფილი არის და მაგალითად შეიძლება რომ წყარო არ გავრცელდეს პროფესიული საიდუმლოებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მედიაზე ვსაუბრებ და ამ შემდეგ, ხო, ამ შემთხვევაში თუ არ გაავრცელდა, შეიძლება ეს გახდეს სწორედ საფუძველი იმის, რომ ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, სამართალდამღვრად და თქვას სასამართლომ, რომ ცილი დასწამა, ხო? ხო, ძალიან საინტერესო არის ასევე კვალიფიციური პრივილეგიის საკითხი და ამაზე რომ უფრო მარტივი ენით ვისაუბროთ, ეს მუხლი უქმდება, ხო? კი, დღეს მოქმედი რედაქციით არსებობს მუხლი, რომელიც არის კი კვალიფიციური პრივილეგია და ეს რას ნიშნავს? იგივე მედიაზე რომ წავიდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, ხო, ინფორმაციის გავრცელების, მათ შორის აი იგივე სავარაუდო დანაშაულების შესახებ, ხო, რაც ესოდენ არ მოსწონს ქართულ ოცნებას. ხო, ამ შემთხვევაში მაგალითად, სწორედ მედია არის ეს ინფორმაციის ძირითადი წყარო, რის საშუალებითაც ვრცელდება ესა თუ ის ინფორმაცია. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ პრივილეგიაზე, წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა, ისევ მაგალითად რაღაც პრეცედენტული საქმე არის, ხო? სასამართლოში, რომელიც მიმდინარეობს და მედიამ ამისი ციტირება გააკეთა, კონკრეტული მხარის წარმოთქმული სიტყვების ციტირება გააკეთა და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კვალიფიციური პრივილეგია ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მედია არის დაცული, იმიტომ რომ მან კონკრეტულ წყაროს დააყრდნა, ხო, თავისი ინფორმაცია, მაგრამ თუ კი ეს მუხლი საერთოდ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება თქვათ, რომ და შეიძლება ჩათვალოს სასამართლომ, რომ მედიამ ცილი დასწამა, ხო, ამ ადამიანს. ასევე ამ მუხლის გაუქმება, როგორც ხდება, განსაკუთრებით საფათოა თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის თვალსაზრისით. და რატომ? იმიტომ რომ თავისთავად ეს მუხლი გულისხმობს იმას, რომ როდესაც ხდება კონკრეტული ინფორმაციის გავრცელება, რაც შეიძლება არ იყოს სიმართლე, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგალითად მედიამ მოიწია ყველანაირი ინფორმაცია, წყაროზე დაყრდნობით გააკეთა, ეს კეთილსინდისიერად განახორციელა თავისი საქმიანობა, ხო? თუმცა აღმოჩნდა ან ჩათვალა სასამართლომ და სულაც არ აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ამ შემთხვევაში ის დაცული აღარ არის აი ამ პრივილეგიით და შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივად ცილის მწამებლად, ასე ვთქვათ და სასამართლომ ჩათვალოს, რომ მან დაარღვია ესე თუ ან რეალურად ჩვენ რას ვიღებთ, ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერების პრინციპი
საერთოდ უგულებელყოფილია. მიუხედავად იმის, რომ მედიამ იმოქმედა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა და განზრახ არ გაავრცელა ესე თუ ის ინფორმაცია, ეს პრინციპი საერთოდ უგულებელყოფილი არის. მეორე მხრივ ეს რას იწვევს, ხო? ეს იწვევს ცენზურას და თვით ცენზურას, იმიტომ რომ როდესაც იცი რომ მოქმედებს ქვეყანაში ესეთი კანონი, ხო? მაგალითად, შენ შეიძლება შენ თავს დაუწესო თვით ცენზურა და რაღაც კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებისგან შეიძლება სრულად თავი შეიკავო, რაც რა თქმა უნდა ისედვა ისევ ინფორმაციის თავისუფლების ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოხატვის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვას ითვალისწინებს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ, რომ კი, ანუ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა რა თქმა უნდა ამას სჭირდება ლეგიტიმური მიზანი და უნდა იყოს დაცული სიკეთე ამ შეზღუდვის დროს უფრო ღირებული, ვიდრე ეს რასაც ჩვენ ვზღუდავთ, ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ მოპასუხე თავისუფლდება ყველანაირი პასუხისგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ კი ის დაადასტურებს, რომ მიუხედავად მის მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტებისა, მან ამ პროცესში შეინარჩუნა კეთილსინდისიერება, მაგრამ ეს კეთილსინდისიერებაც ხომ საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინია, ანუ რას ნიშნავს კეთილსინდისიერების პრინციპი აი ამ ახალ კანონპროექტში და როგორ უნდა დაამტკიცოს ეს მოპასუხემ სასამართლოში? კეთილსინდისიერების პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღეს მოქმედი რედაქციის პირობებში, იმიტომ რომ თუ კი მხარე დაამტკიცებდა სასამართლო პროცესზე იგივე რომ ის მოქმედებდა კეთილსინდისიერად და რას ნიშნავს ხო კეთილსინდისიერად მოქმედება, რომ ყველა შესაძლო ზომა მიიღო იმისთვის რომ მოეძიებინა ინფორმაცია, რომ მას სჯერა და სწამს რომ ეს ინფორმაცია ხო მაგალითად რასაც ავრცელებს ეს არის სწორი და ყოველ შემთხვევაში ანუ წყაროზე დაყრდნობით აკეთებს ამას და განზრახ რაღაც არასწორ და დამახინჯებულ ფაქტს არ ავრცელებს. ამ შემთხვევაში დღეს მოქმედი რედაქციით ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი და ეს სტანდარტი მოქმედებდა სწორედ, მაგრამ როდესაც დაჩქარებული წესით განიხილება მსგავსი ხო კანონები და როდესაც ეს კანონები შევა ძალაში, ჩათვალეთ რომ აი კეთილსინდისიერების პრინციპს საერთოდ უგულებელყოფს ეს, იმიტომ უგულებელყოფს რომ მიუხედავად იმის შენ კეთილსინდისიერად შეასრულე თუ არა შენი საქმიანი რაღაც ვალდებულება, შენ უკვე კანონი აღარ გიცავს, იმიტომ რომ აღარ არსებობს ეს დანაწესი, რაც აქამდე არსებობდა. სასამართლოს ამ შემთხვევაში უკვე საერთოდ აღარ აინტერესებს მხარებ რა გააკეთა იმისთვის რომ მოეპოვებინა ინფორმაცია, შემდეგ გაევრცელებინა და შემდეგ ის უბრალოდ აფასებს და თან ყველაზე საშიში ეს რატომ არის, რომ თავად მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და მოპასუხეს რა თქმა უნდა ბევრად უფრო მწირი შესაძლებლობა აქვს ჯერ ერთი, რომ სასამართლოში წაიღოს კონკრეტული სახის მტკიცებულებები და წარმოვიდგინეთ ამტკიცოს ხო რაღაც კონკრეტული საკითხი და მეორეც ნახეთ, როდი თუ კი კონკრეტული ეჭვი იარსებებს მაინც და ის აბსოლუტურად ასეთი ჩანაწერი არის, აბსოლუტურად ვერ დაამტკიცებს სასამართლოს წინაშე თავის უდანაშაულობას ამ თვალსაზრისით, ეს ეჭვი მის სასარგებლოდ არანაირად არ გადაწყდება, ის ჩაითვლება ჩვეულებრივად ცირის მწამებლად, ხო? ამიტომ ვამბობთ, რომ საერთოდ ეს ყველაფერი, ანუ ეწინააღმდეგება რადიკალურად არა მხოლოდ იმ კონკრეტულ უფლებებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ზოგადად ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძალიან ბევრ უფლებას და საბოლოოდ საზოგადოება რატომ ზიანდება, იცით, რომ საზოგადოებას თუ კი დღეს შეუძლია, რომ მიიღოს ინფორმაცია რეალურად რა ხდება რეალურად ქვეყანაში, ხო? იგივე კორუფციული რისკები არსებობს, თუ რა სად იხარჯება მათი ფული, რომელსაც ისინი გადასახადებიდან იხდიან, რეალურად მსგავსი ტიპის ცვლილებებით საზოგადოება ხდება ინფორმაციის ვაკუუმში და მას აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს თუნდაც რაღაც ალტერნატიული წყაროებიდან კონკრეტული ინფორმაცია. ამიტომ ვამბობთ, რომ აი ამ ცვლილებების რეალური მიზანი, რაოდენიც გინდა ელაპარაკო, რომ ეს არის რაღაც ევროპული სტანდარტი, ხო, მაგალითად, ამისი რეალური მიზანი ეს არის საზოგადოების ინფორმაციული ვაკუუმი. აი, საერთაშორისო პრაქტიკა როგორია ამ თვალსაზრისით, მსოფლიო გამოცდილება? ძირითადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხო მსგავსი ტიპის კანონებზე, მსგავსი ტიპის კანონები განსაკუთრებით ალბათ არ გაუკვირდება არ ჩვენს მაყურებელს, თუ ვიტყვით, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში, სადაც იგივე არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აი ამ მუხლის შესაბამისად, მსგავსი მუხლის შესაბამისად უფრო სწორად არის დასჯილი და რეალურად ესეთი ბუნდოვანი ჩანაწერები, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, იგივე ისეთი ჩანაწერები, რაც დღეს ჩვენ შემოგთავაზეს და რაც ძალიან ფართო განმარტების შესაძლებლობას იძლევა, აძლევს მათ შორის სასამართლოს იგივე, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი იმის შესაძლებლობას, რომ მან გამოიყენოს სწორედ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში, იგივე ბელარუსია, იგივე რუსეთი, ხო, ეს კანონები ძალიან კარგად მოქმედებს. ნაცვლად ამისა, ევროსასამართლოს არაერთი პრაქტიკით აქვს მაგალითად დადგენილი, რომ როდესაც ჩვენ ცილის წამებაზე მათ შორის ვსაუბრობთ, სწორედ სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს,
რომ არსებობს, ანუ მტკიცების თვირთს ამ შემთხვევაში მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით მოპასუხეს ვერანაირად ვერ დავაკისრებთ, ხომ? მტკიცების თვირთი ამ შემთხვევაში ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ეს არის ცილისწამება, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს და უნდა დაამტკიცოს, რომ პირმა ეს განზრახ გააკეთა და განზრახ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. და ბოლოს დავაზუსტებ უბრალოდ ეს სოციალურ ქსელებსაც მოიცავს, იმიტომ რომ აი ამ ცვლილებების შედეგად, რომელიც ავარაუდოთ უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, შესაძლოა რეგულირებადი გახდეს საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა და საჯარო სივრცეს როცა ვახსენებთ, აქ გულისხმობთ მათ შორის სოციალურ დიახ, სიტყვის და გამოხატვის შესახებ კანონში კი კიდევ ერთი ცვლილება რომ დაკონკრეტდა, რომ მათ შორის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში, ასეთ ჩანაწერი გაჩნდა. განმარტებითი ბარათი კი არ აკონკრეტებს, რომ მაგალითად ეს ეხება სოციალურ ქსელებს. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არავის არ გაუკვირდება, რომ პრაქტიკაში მისი აღსრულება მოხდეს სწორედ სოციალური ქსელების გამოყენებით და რატომ ახლა ჩვენ ბოლო პერიოდში მათ შორის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ძალიან ბევრი ინფორმაციის გამო ნახეთ ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდამცავებად თქვა რომ სასამართლომ რომ ისინი არიან ადმინისტრაციულ სამართალდამცავები. შესაბამისად, როდესაც აი იგივე რუსეთის მაგალითზეც ხო, როდესაც ვსაუბრობთ აი საჯარო სივრცე, როდესაც წერია, მისი გამოყენება სწორედ ასე ხდება. იგივე ბელარუსიაში იყო შემთხვევა, როდესაც ემოციის გამოხატვის გამო ადამიანები სამართალდამცავებად მიიჩნიეს, ხო, სოციალურ ქსელში. შესაბამისად ეგრეთ წოდებული ემოჯი, კი ბატონო, და შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მით უმეტეს, აი ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის კიდევ როგორი სისტემა გაქვს და ჩვენი სასამართლო სისტემა დღეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სადაც არის და ყველამ რომ ძალიან კარგად განსაკუთრებით ბოლო დროს დაინახა, სად არის რეალურად ჩვენი სასამართლო, რომ ის არის არაობიექტური, რომ ის არის მიუკერძოებელი, როგორია მტკიცების სტანდარტი, ხო? ამიტომ დაინიცირდა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მათ შორის გაშუქებას მაგალითად საერთოდ ფაქტობრივად კრძალავს მედიის მიერ, იმიტომ რომ ეს არის ქართული ოცნებისთვის დისკომფორტი, იმიტომ რომ ადამიანებმა უფრო მეტად გაიგეს, როგორი არის სასამართლო დღეს ქვეყანაში. და შესაბამისად, მსგავსი ბუნდოვანი მუხლები, რაც ჩვენ გვაქვს და იგივე საჯარო სივრცეზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არ არის იმისი მოლოდინი, რომ ეს შეება არ გავრცელდეს სოციალურ ქსელში. კი, რა თქმა უნდა, მსგავსი ჩანაწერები პირდაპირ არის მიმართული იქითკენ, რომ მათ შორის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებზე გავრცელდეს და ნიშნულოვანი საზოგადოებისთვის კიდევ რატომ არის, რომ ეს ეხება აბსოლუტურად ყველას და არა კონკრეტულ ჯგუფს. არ ეხება მარტო მედიის წარმომადგენელს, არ ეხება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც შეიძლება გაუცნობიერებლად რაღაც კონკრეტული პოსტი დადოს, ან რაღაც გააზიაროს, მაგალითად ან ემოცია გამოხატოს.